რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავლის. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემაა. ვაშა გადაცემა მოგესალმებათ. თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. ვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. ნუიჩქარებთ, დაფიქრდით და ისე უპასუხეთ. როდის ახსენა ბოლოს სიტყვა აფხაზეთი იმ ხალხმა საკუთარ თავს რომ საქართველოს ხელისუფლებას უწოდებს. მე არ მახსოვს და თქვენ შემახსენეთ. ეგ როდის მოხდა და რა თქვეს მაშინ. სამაგეროდ ვიცი როდის ახსენა რუსმა, იმიტომ რომ რუსს ეგ არასდროს ავიწყდება. აგერ ბოლოს პუტინმა ახსენა კირიენკოს პირით. Хотел бы отметить, что ჩვენ არა მხოლოდ ვეხმარებით ერთმანეთს როგორც კარგი მეზობლები, არამედ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა და ინტეგრაციული კავშირები ახალ დონეზე ავიყვანეთ. ჩვენ გულწრფელად ვცდილობთ, რომ აფხაზეთი თანამედროვე, კომფორტულ ქვეყნად ვაქციოთ საცხოვრებლად და სამუშაოდ. 2030 წლამდე პუტინისავე განკარგულებით აფსუა სეპარატისტებს მისცემენ 20 მილიარდ რუბლს. დღევანდელი კურსი ეს არის 250 მილიონი ამერიკული დოლარი. დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, რუსეთი ხელფასუხდის ყველა ეგრეთ წოდებულ საბიუჯეტო მუშაკს, ანუ მასწავლებლებს, ჩინოვნიკებს, მილიციას, კაგებეს. ეს არის ამ ბანდიტურ ტერიტორიული წარმოქმნის ხარჯების მესამედი. ამას გარდა მოსკოვიდან ფული მოდის გზებისა და ინფრასტრუქტურისთვის. уже сверстаны. რუსეთის ბიუჯეტს ყველაფერში ვჭრით, მაგრამ აფხაზეთთან დაკავშირებით არათუ ვამცირებთ, არამედ ვზრდით. პრეზიდენტის გრანტები შარშან 115 მილიონი გქონდა, წელს 150 ჩავდეთ. კულტურულ ინიციატივათა საპრეზიდენტო ფონდი იყო 70 მილიონი და წელს დაახლოებით 400 მილიონი. ახლა ვიწყებთ სერიალების გადაღებას აფხაზეთზე. მოსკოვი იხდის. თან არც ბუღალტერია ეშლება და წვრილად ითვლის. მოსახლეობის დენით მომარაგებაზე რუსეთი ყოველ წელს 3 მილიარდ რუბლზე მეც გამოყოფს. შარშან რუსეთმა წინასწარ შეთანხმებულ დახმარებას 1 მილიარდი რუბლი დაამატა გზების აღსადგენად. წელსაც მილიარდს გამოვყოფთ. საკონტეინერო ტერმინალი ოჩამჩირის რაიონში ფსოულზე საბაჟოს მასშტაბური რეკონსტრუქცია, ამაში რუსეთი 15 მილიარდზე მეცდებს. მოსკოვი იხდის. ოღონდ არავინ თქვას რომ ლამაზი თვალებისთვის ან შაქრიანი ღვინისთვის, ან ზღვაში ბანაობისთვის, რომელშიც ფეკალიები გაუწვენდავა ჩაედინება. მაგ ყველაფერს თავისი დოზა აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ თავარი რისთვისაც რუსი ახლა იხდის, რისთვისაც ააშენა ტერმინალი ენგურთან, რისთვისაც არემონტებს რკინიგზას, გზებს, ხიდებს, გვირაბებს, რა ვიცი, მთელს ინფრასტრუქტურას. ეს არის ინდოეთის ოკეანესთან და ახლო აღმოსავლეთთან მისი პირდაპირი დაკავშირების მარშრუტის საფუძველი, რომელსაც აი ახლა ეყრება საფუძველი. ჩრდილოეთ სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნისთვის ვერ მივიღეთ ტვირთების საკმარისი რაოდენობის დასტური რეგიონში სამხედრო მოქმედებათა დაწყებამდეც კი. კომპანიებმა სხვა მარშრუტები ჩათვალეს პრიორიტეტულებად. ალექსანდრე შოხინი გეცოდინებათ. რუსეთის მეწარმეთა კავშირის პრეზიდენტია, ვისი ხელითაც როცა სჭირდება პუტინი ოლიგარქების მობილიზაციას ახდენს ხოლმე. ხოდა ეს ამ ხელაკაცი ახლა ამბობს, რომ 3+3 ფორმატი ჩვენ თვითონ დავივიწყეთ, რა კი ეკონომიკურად არ გვაწყობდაო. სამაგეროდ. საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი ჩრდილოეთი სამხრეთი შეიძლება საქართველოს გავლით დაპროექტდეს თურქეთისკენ. კარგი მიმართულებაა ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გავლით. აფხაზეთიდან კიდე უკეთესი იქნებოდა, იქიდან რომ რკინიგზა თურქეთში მიდიოდეს. რა თქმა უნდა, ეს რთული თემებია, მაგრამ ახლო აღმოსავლეთის კრიზისთან შედარებით გასაგებია, რომ ეს უფრო მარტივი გადასაწყვეტია. ამას ამბობენ, ესე იგი, ამას ამზადებენ ჩრდილოეთში და სამხრეთში. ჩვენ ველით, რომ ახალი სატრანსპორტო არტერიები, ზანგეზურის დერეფნისა და საქართველოზე გზის ჩათვლით, სრულად ჩაერთვება ჩვენს ქსელში უახლოეს 4-5 წელიწადში. ეს დერეფანი გაგრძელდება კასპიის ზღვის გავლითაც. ნახჭევანში სამუშაო ძირითადად დასრულებულია. მშენებლობა რომ ბოლომდე მივა, ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელ შუა დერეფანში ჩაერთვება ბაქო, თბილისი, ყარსის ხაზიცა და ზანგეზურის დერეფანიც. აფხაზეთის რკინიგზა ჩვენს ეკონომიკას ძალიან სერიოზულად დაეტყობა. გაჩნდება სატრანსპორტო ხაზი, რომელიც აზერბაიჯანზე არ არის დამოკიდებული. თუ შეიცვლება ფაშიმიანის ხელისუფლება, გარწმუნებთ, რომ რუსეთთან, საქართველოსთან, აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლა უმოკლეს ვადაში ამოქმედდება. გზა აზერბაიჯანზე 700 კილომეტრით უფრო გრძელია. თანაც მას პოლიტიკური ზეწოლის ელემენტი აქვს. იმედია გახსოვთ, თუ არა მე შეგახსენებთ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პროჭორულელები ესე ნახევრად შეფარვით გვპირდებოდნენ ჩვენი ბატონი ბორისი უკვე მოლაპარაკებულია რუსეთთან და აფხაზეთზე გზა იხსნებაო.
ამაზე მე აფსოები აფეთქდნენ და მოსკოვში იძულებული გახდნენ რომ ღია და მრავალჯერ უარიყოთ. აღიარებას არაფერი არ ემუქრება და ქართველებს შეუძლიათ დაივიწყონ ოცნებები საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობაზეო. ახლა 2024-ში რამდენად დაეხმარა ეს დაპირებები ბორიას მე არ ვიცი. გონი რომ არც არავის გაუზომია, მაგრამ ახლა არჩევნები საერთოდ გაუქმებულია საქართველოში. საზოგადოების წინაშე თუნდაც ელემენტარული ანგარიშვალდებულების თემა ჩახსნილია. ამიტომ აფხაზეთის ან ცხინვალის მარშრუტების გახსნაზე საუბარი მისთვის გაცილებით კომფორტულია. ქოც ეტყვიან ჯერ ეკონომიკა, მერე პოლიტიკაო და ისინიც შეიზელენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არსებობას მეზობელ თანასწორ სახელმწიფოებად. ისე რომ მზე მაღლა იქნება. სეპარატისტების საბაჟოები კი ენგურსა და ერგნეთში. საქართველოში ილჰამ ალიევი ჩამოვიდა. ძალიან კარგი. მეზობელი გვიყვარს. ახლა არ ვიცი რა ჩამოუტანა და რას დაპირდა პროჭრილელებს. ეს მონების ედაშინებულები არიან, გარეჯი ცალკბადაც არ უხსენებიათ. თავიანთი გამყიდველობი დაკარგული გარეჯი. სამაგიეროდ ვიცით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რა საჩუქარი მიიღო ამათგან წინასწარ. საჩუქარი იყო ფადიშაჰური, ცოცხალი ადამიანი. ბურია რუსის ტყვე. საჩუქარს აქვს სახელი და გვარი, აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, საქართველოს თავშეფარებული. ვის გადაცემასაც ბორის ივანაშვილი დიდი ხნის წინ აპირებდა, მაგრამ ხელები ჰქონდა შეკრული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც ექსტრადიციის შეჩერება თავის დროზე დაადგინა. ამ დღეებში სადიგოვზე ალბათ ბევრი გესმით და ძალიან კარგია რომ გესმით. ერთი ცალკე აღებული ადამიანი, რომლის მთელი მოქმედებაც სრულიად საჯარო და აბსოლუტურად კონსტიტუციურია, გინდ მედიაში, გინდ ქუჩაში. არანაირად არ შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. თუ ხელისუფლებაა და არა რეჟიმი. აი აქ კი ვიჭედები. რატომ დაადგა ყელზე ბორია ივანაშვილს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და დისიდენტი? ასეთი რა საფრთხე შეუქმნა, რომ სპეცრაზმით მივარნოდა სახლში შუაღამეს, გაექანებინა სასამართლოში, რაღაც წინასწარ დაწერილი ტექსტი წაეკითხა განაჩენად 4 საათზე დილის და მერე ეჩუქებინა აზერბაიჯანისთვის. ეგზა ბორის ივანაშვილს უკვე გავლილი აქვს. 2017 წელს პოლიციელებმა თბილისში ტომარა ჩამოაცვეს და გაიტაცეს კიდევ ერთი ჟურნალისტი და დისიდენტი, აფგან მუხტარლი. ოღონდ ის სასამართლოში არ მიუყვანიათ, აი პირდაპირ გადააბარეს აზერბაიჯანელებს. ხოთაშორის იმ დანაშაულზე რატომღაც ოპოზიციიდანაც არავინ სთხოვს პასუხს არც მაშინდელ მინისტრ მღებრიშვილს და არც მაშინდელ პრემიერ კვირიკაშვილს. ახლაც მდინარაძეებს, გელაძეებს, კობახიძეებს იმედი აქვთ, რომ ეს დანაშაულიც შეახმებათ, რასაც ქვია. და გონიათ, რომ ჭკუით აჯობეს სტრასბურგის სასამართლოს, რაკი ეს ბოროტმოქმედება იქაური აღდგომის ღამეს ჩაიდინეს, როცა მოსამართლეები სახლებში, ანუ საკუთარ ქვეყნებში იყვნენ დაფანტულები და სწრაფი გადაწყვეტილების მიღება ალბათ არ შეეძლოთ. სადიგოვის საქმეში ორი მთავარი ხაზია და არც ერთი არ უნდა დავკარგოთ. პირველი ადამიანი, თავად აფგან სადიგოვი, რომელიც თბილისის რეჟიმამ გლის ხახაში ჩააგდო. ივანაშვილის ხელიდან ეს კაცი უკვე გაწირულია სასიკვდილოდ და ახლა ერთადერთი იმედია, რომ თავად აზერბაიჯანში მოიპყრობიან მას ადამიანურად. მეორე მთავარი ხაზი კი პოლიტიკურია. 2015 წელს პუტინმა საგანგებო ბრძანებულებით ნებადართო რუსეთის აღმასრულებელ ორგანიზაციას შეგიძლიათ ფეხებზე დაიკიდოთ სტრასბურგის ნებისმიერი სასამართლოს გადაწყვეტილება, ჩვენი კანონები უზენაესიაო. 2022 წელს კი რუსები სულ გამოვიდნენ ევროსაბჭოდან, შესაბამისად აღარც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელის მომწერები არიან და აღარც იმ სასამართლოს წევრები. ხო და ახლა ამ ყველაფერს რუსი ოლიგარქის სამკუთხედი ტვინით შეხედეთ. იმის ტვინით, ვინც პუტინის რეჟიმის მიერ რუსეთში 15 წელიწადში გავლილი გზა წელიწად ნახევარში გაიარა საქართველოში და იგივე დრაკონული კანონები და იგივე დრაკონული აღსრულება მიიღო ამ კანონების. სწორედ ასე უნდა გამოიყურებოდეს პირველი ნაბიჯი, რომელსაც ბორია ივანაშვილი ევროპულ სასამართლოსთან დასაპირისპირებლად გადადგავს. ხოლო ისინი რომ პროტესტს გამოთქვამენ, აი მერე კი ატყდება ამბავე ბორიას ჯამახირიაში. სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესები, დამოუკიდებელი სასამართლო, ორფეხზე დგომა, შიდა საქმეებში ჩარევა, კაცებს ვერ გაგვათხოვებ და მისთანები. შალვა პაპუაშვილი პირველ ხმას იტყვის, მეორეს გრეჩხა გაჩჩილაძე და მესამეს მურუსიძე ლევანი. აი, თელს ევროპულ მართლმსაჯულებას ერთი ხოხობი რომ ურჩევნიან. ნუ ალბათ ჩახოხბილი უფრო. გულზე ხელს თუ დავიდებთ, ეს არ იქნება ევროპულ სამართლებრივ სივრცესთან ქართველების დაპირისპირების დასაწყისი. ძალიან დიდი ხანია უკვე ბორია რუს ამჭაობში შეტოპილი აქვს და სულ უფრო ღრმად ეფლობა. არაჰუმანური კანონები, ვენეციის კომისიის ფეხებზე დაკიდება და რაღაც ასეთები უკვე წლებია ჩვენი ყოველდღიურობა გახდა. ამიტომ ახაც უარესისთვის ვემზადებით. არც ისე დიდი დრო გავა, სანამ გეტყვიან, ეგ თქვენი სარჩელები, რითაც სტრასბურგს მიმართავთ და მისი ის გადაწყვეტილებები მეც რომ ამტყუნებს. კარგად დაახვიეთ, ჩვენი ეროვნული კანონმდებლობა უზენაესია და სულ ირაკლი კობახიძეზე კიდია ეგ deep state-ი რას მოგთხოვს აწიო. ეს იყო დღევანდელი ვაშე გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი.
აუცილებლად გვიყურეთ და გამოგვიწერეთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემა.